საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმები რა თქმა უნდა ლოტო 642-ის მოთამაშეებს, ყველას, ვინც ამ წუთებში თვალს ადევნებს ტელეკომპანია რუსთავიორს, გადასცდა 9:30 პარასკევით დაგვიდგა, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ლოტარია ლოტო 642 დაიწყო და გვაქვს კიდევ ერთი ძალიან რეალური შანსი იმისა, რომ გავათამაშოთ ძალიან სოლიდური, ძალიან მაგარი მიმზიდველი თანხები, ისეთი როგორიც არის ჩვენი ჯეკპოტი და რომელიც 2 მილიონსაც კი უკვე გაცდა და ის შეადგენს ამჯერად უკვე 2,56,867 ლარს. ნამდვილად ძალიან მიმზიდველია, დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც ბილეთები შეიძინეთ, აუცილებლად თქვენს მიერ შევსებული ციფრები დაემთხვევა ჩვენი ლოტოტრონის მიერ შემოთავაზებულ რიცხვებს და აქვე მეორე საპრიზო კატეგორიას აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ, მით უმეტეს ისიც ძალიან კარგად გამოიყურება 185,000 ლარს გაცდა და დღეს არის რიგით 762 ტირაჟი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ერთი სული გაქვთ, როდის დავაჭერთ ჩვენს მომგებიან ღილაკს ხელს და ავითვალოთ ტრადიციულად 3, 2, 1 და ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონიც. ვნახოთ როგორ ციფრებს შემოგთავაზებს დღეს. მაღლებს, დაბლებს, საშუალოს ყველაფერს ერთად. პირველი ბურთი უკვე მოგორდა, ეს გახლავთ წითელი ფერის 9 ციფრი და ვნახოთ რა იქნება შემდეგი. მეორე მომგებიანი ბურთიც უკვე ჩამოვარდა და დანიშნულების ადგილზე მოთავს და ის გახლავთ 20 კვლავ წითელი ფერის. ბოლო რამდენიმე გათამაშება, მოკლედ წითლები ძალიან დომინირებენ. ამჯერად მწვანე ბურთი შემოგთავაზა, მომგებიანი ბურთი გახლავთ 19 და ველოდებით მეოთხე მომგებიან ბურთს და აი ისიც ბატონო, საკმაოდ დაბალი. ამ შემთხვევაში 3 მოთავს და თავის ადგილას. ჭირდება ახლა მეხუთე მომგებიანი ბურთი. 21 გახლავთ მეხუთე მომგებიანი ბურთი და მეექვსე მომგებიანი ბურთი უკვე იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სწორება გაქვთ ჯეკპოტზე. 11 გახლავთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვებია, რომელიც თქვენ ძალიან გინდოდათ, რომ დღეს ჩვენს ლოტოტრონს შემოეთავაზებინა და 4 გახლავთ ბონუს ბურთი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მეორე საპრიზო კატეგორიისთვის. დავიწყოთ გადამეორება ბურთების, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 9, 20, 19, 3, 21, 11 და ბონუს რიცხვი გახლავთ 4. მე მინდა რომ ყველას ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ, დიდი იმედი მაქვს რომ აი ეს მთავარი მიზანი რაც უკავშირდება ჯეკპოტს და დარწმუნებული ვარ რომ უამრავ ადამიანს ვინც ჩართულები ხართ საქართველოს ეროვნულ ლოტარიის ლოტო 642-ის ფარგლებში და აქტიურად ყიდულობთ ბილეთებს და ავსებთ მათ, რა თქმა უნდა მთავარი მიზანი არის ჯეკპოტი და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქტიურად შეიძინოთ ბილეთები და კვირაში ორჯერ მაინც გქონდეთ აი ეს შესაძლებლობა რომ იღბალს მოარტყათ მიზანში. ამისთვის შეგიძლიათ ეწვიოს საქართველოს ეროვნული ლოტარიის სერვის ცენტრებს, ლოტოს ჯიხურებს, რომელიც მიმოფანტულია მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე შეავსოთ ბილეთები ონლაინ, რომელიც არის ძალიან მარტივი ხერხი. ამისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართზე საიტ www.loto.gi და სამშაბათს და ხუთშაბათს, რა თქმა უნდა, ეს ის დღეებია, როდესაც ჩვენ 9:30 როგორც კი გადასწრება, ერთმანეთს ხვდებით ხოლმე იმ იმედით, რომ ძალიან კარგ თანხებს შევეთამაშებით. და აქვე გეტყვით, შედეგები უკვე ცნობილია და კარგი შედეგები გვაქვს, რაც ძალიან მახარებს. მესამე საპრიზო კატეგორია გავათამაშეთ. 8,452 ლარი გაინაწილა 2 ადამიანმა. 4,226 ლარი გახლავთ მოგება ბილეთზე. მე ამ ადამიანებს რა თქმა უნდა ვულოცავ. 2,000 ლარი გათამაშდა ასევე მეოთხე კატეგორიაში, მეხუთე, მეექვსე კატეგორიებიც არის გათამაშებული, მაგრამ მეორე საპრიზო კატეგორია, ასევე სხვათა შორის უკვე არა, მეორე საპრიზო კატეგორია და ჯეკპოტი ჯერ კიდევ ხელშეუხებელია, შეიძლება ითქვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კიდევ უფრო მზარდი იქნება, შესაბამისად ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენი მხრიდან ერთგულად თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დღეს გემშვიდობებით, სამშაბათს ამ სივრციდან კიდევ შევხვდებით, რა თქმა უნდა, ერთმანეთს და ბედნიერი ნაყოფიერი შაბათ-კვირა მინდა გისურვოთ ყველას. დროებით.